იოანეს სახარების მე-16 თავი ასე სრულდება, ასე მიმართავს მაცხოვარი უფალი ჩვენი იესო ქრისტე მის მოწაფეებს. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით მევძლიეს სოფელს. მაცხოვარმა გვიწინასწარ მეტყველა ამ ქვეყნიური ამას სოფლის ყოფა. როგორ ყოფაში იქნებოდნენ ქრისტიანები. ეკლესიის ცხოვრების პირველ საუკუნეებში უფრო რთული იყო ქრისტიანთა ცხოვრება, რადგან პირდაპირ გაგებით იდევნებოდნენ ისინი. ეს ეშმაკი ორი ხერხით, ორი მეთოდით გვდევნის ჩვენ. აი ამ ეპოქაში. ერთი მეთოდი არის პრაქტიკა და თუ პრაქტიკამ ვერ გაუმართლა, მაშინ უკვე თეორიით, ანუ ჭვრეტით გვებრძვის და ცდილობს ჩვენს დაცემას. პრაქტიკაში იგულისხმება, რომ ადამიანი აიძულოს რაიმე ცოდვისეული საქმე აღასრულებინოს. ცილი დასწამოს ვინმეს, შეურაცხყოფა მიაყენოს, განიკითხოს, რაიმე უზნეო საქმე განახორციელებინოს. თუ ამას ვერ გააკეთებს, ანუ ამ პრაქტიკულ საქმეში ვერ ჩააგდებს, მაშინ იგი ადამიანს სხვა ხერხით დაუწყებს ბრძოლას. ეს არის აზრებით, ფიქრებით და შეეცდება ფიქრებით გატეხოს ადამიანი. წარმოსახვებით დაარწმუნოს, რომ რაიმე ცოდვისაკენ უბიძგოს შემდეგ. არის, როდესაც ამბობს, რომ გასაჭირი გექნებათ სოფელში ამ ქვეყნად, იქვე გვთავაზობს იმ ფორმულას, თუ როგორ უნდა გადავიტანოთ და გაუძლოთ ამ გასაჭირს. მაცხოვარი ამბობს, მე ვძლიეს სოფელს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენც ქრისტეთი ვძლევთ სოფელს. აი, როდესაც კონსტანტინე დიდს უკვე ბოლო ბრძოლა ჰქონდა ერთ-ერთ მეფესთან და ამის შემდგომ უკვე ის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი ხდებოდა, კონსტანტინე დიდმა სიზმარი ნახა. ჯერ არ იყო ის ქრისტიანი. ის სიცოცხლის ბოლოს მოინათლა სხვათა შორის კონსტანტინე დიდი. ასეთი სიზმარი ნახა და დაინახა დროშა, ამ დროშაზე ჯვარი და ამ ჯვარში ეწერა ასეთი სიტყვები: En tuto nica. ქართულად ითარგმნება ასე: ამით ძლიე, ამით დაამარცხე. მომხდური მტერი, ანუ ჯვრით დაამარცხეო. აი ჩვენც ამით ვამარცხებთ ჩვენს უხილავ მტერს, ჯვრით, ლოცვით, ქრისტესთან ყოფნით. მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთან ყოფნით შეგვიძლია დავამარცხოთ უხილავი მტერი, რომელიც ძალიან მზაკვარია, ძალიან გაიძვერა, არ ძინავს, არ სვავს, არ ჭამს, თვალს არ ხუჭავს და სულ ცდილობს, რომ ადამიანი ცოდვაში ჩააგდოს, რადგან იცის მან, რომ ერთადერთი ცოდვაა, რომელიც ადამიანისგან განაშორებს ღმერთს. მაგრამ უფალი არის ჩვენთან, უფალმა სძლია მწუთი სოფლის საცდურებს და ჩვენ ვატარებთ რა მის უწმინდეს სახელს, ვართ რა ქრისტიანები, ვიწოდებით რა ქრისტიანებად, ჩვენც გაგვიკვალა გზა და ჩვენც მოგცა იარაღი, რომ შვიდობით განვლიოთ ეს წუთი სოფელი. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ქვეყანა და ეს სამყარო და ეს ცხოვრება არის დროებითი. ეს არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ. და რომ მოვა დრო და გავალთ ამ ქვეყნიდან და გადავინაცვლებთ მარადიულ ცხოვრებაში. მაგრამ ჯერ ქრისტეს წინაშე უნდა წავსდგეთ და ღირსეულად უნდა წავსდგეთ ქრისტეს წინაშე. ღირსეულად. შეძლების დაგვარად წმინდად, შეძლების დაგვარად მომზადებულად უნდა წავსდგეთ ჩვენი მეუფის წინაშე და თაყვანი უნდა მივაგოთ მას. არასოდეს არ დავივიწყოთ, რომ აუცილებლად მოგვიწევს უფლის წინაშე წარდგომა. სადაც არ უნდა წავიდეთ, ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში, ჯერ ქრისტეს წინაშე უნდა წავსდგეთ. და ეს არის დიადი წუთები ადამიანის ცხოვრებაში.
დიადი წუთები, განუმეორებელი წუთები. და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ, რომ უფლის წინაშე მოგვიწევს წარდგომა და პასუხისგება. ამიტომ ეს დრო რაც აგვაქვს ჩვენ, უნდა გამოვიყენოთ. მამები ამბობენ, რომ ეს ქვეყანა, ეს სამყარო არის გამოცდა, მართლაც გამოცდა. და ეს გამოცდა ჩვენ კარგად უნდა ჩავაბაროთ. როდესაც მე უფროს კლასელები მეკითხებიან, მას რელიგიაში არ გვექნება გამოცდა? მათ ასეთ პასუხს ვაძლევ, რომ გამოცდას მეც თქვენთან ერთად ჩავაბარებ მრავალი წლის მერე, როცა უფალი ინებებს. აი იქ, როცა უფლის წინაშე წავდგებით, იქ გვექნება გამოცდა. მეც და თქვენც და მათ იღივებათ ხოლმე. არასოდეს არ დავივიწყოთ ეს, რომ უფლის წინაშე უნდა წავდგეთ ღირსეულები, თავაწეულები, მოხარულნი, მომღიმარნი და ბედნიერნი და არა დამწუხრებულნი. ღმერთმა დაგვიფაროს. გფარავდეთ უფალი და გეწეოდეთ უფალი ყველა კარგ საქმეში უფალმა მოგიმართოთ ხელი.